ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა ავიღე, ინგლისურში 70-დან 70, მათემატიკაში 51-დან 51. ჩავაბარე მათემატიკა და გამოყენებები ასეთივე ფაკულტეტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მე ვარ გური ბოჭორიშვილი, 18 წლის ქუთაისიდან. გური ბოჭორიშვილისთვის 2025 წელი ახალი და მნიშვნელოვანი სიახლის მომტანი აღმოჩნდა. გახდა სტუდენტი და ყველა საგანში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულა მიიღო. შევედი და გამოჩნდა რომ 60 და 70 ქულა ეწერა, მაგრამ თავიდან არ მეგონა რომ ეს იყო მე რაც მივიღე. მეგონა რომ იყო მაქსიმალური ქულა და გვერდით დაეწერებოდა ჩემი მიღებული ქულა. მაგრამ რადგან ეს მარტო რამდენიმე გრაფა იყო იქ მოცემული და 60 და 70 ეწერა, გამოგონებული იყო ალბათ და გაოცებული და გახარებული სამასთანავე რომ მაქსიმალური ქულები მივიღე. ეს ემოციები ცხოვრების ყველა ეტაპზე ემახსოვრება. დაინახა შრომის შედეგი. ახლა კი საყვარელ საქმეში მნიშვნელოვანი სიტყვის სათქმელად ემზადება. იცის რომ წინ რთული გზა იქნება, მაგრამ ყველა დაბრკოლებას გადაალახავს ისევ შრომით და საქმის მიმართ დიდი სიყვარულით. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უფრო საინტერესო და შემეცნებით ცხოვრებასთან ასოცირდება ჩემი აზრით, გამოცდილების დაგროვებაც, ასევე ახალი მეგობრების შეძენა, ურთიერთობების დამყარება, პროფესიული ცოდნის შეძენა, რომელიც შემდეგ გამოვიყენო ჩემს ცხოვრებაში და იმ საქმეს ვეწეოდე ქვეყნისთვის, რომელიც მე მიყვარს და დიდ სიამოვნებას ვიღებ ამაში. წლების განმავლობაში საკუთარი თავი არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. თამაშობს ჭადრაკს, ცეკვავს. სხვადასხვა ინტერესის მიუხედავად მთავარი ადგილი მაინც მათემატიკამ დაიკავა. ყოველი ჩემი შეხება მათემატიკასთან, როგორც თქვი, დიდი სიყვარულით იყო ნასაზრდოები. არ აღვიქვამდი ისე როგორც საგნად ან მეცნიერებად და ცხოვრების შემსწავლელი მეცნიერებად აღვიქვამდი, ასე ვთქვა და ამან კიდევ უფრო დამაჯერა, რომ ეს პროფესია ამერჩია. გური ბოჭორიშვილმა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა დაასრულა. ეს კედლები ისტორიული წარსულით დიდ პასუხისმგებლობასაც ატარებს და წლებია ამას თაობების წარმომადგენლებს გადასცემს. მშობლებისგან ვიცოდი როგორი დამოკიდებულება ცნობობდა მე ამ სკოლისადმი და როგორი ისტორიული სკოლა იყო, მაგრამ რომ მოვდიოდი ალბათ პატარა რადგან ვიყავი, შეიძლება სრულად ვერც გამეაზრებინა, სადაც შევაბიჯებდი, ასე რომ ვთქვათ, როგორი წინაპრები სწავლობდნენ ამ სკოლაში. ალბათ ის ბავშვური დამოკიდებულება მქონდა, რომ ბევრი მეგობარ შევიცემდი, რაღაცებს ვისწავლებდი, გავიგებდი, შეიძლება გავერთობოდი კიდეც და ასეთი დამოკიდებულება იყო და რომ შევდიოდი სკოლაში უკვე ალბათ პირველი მომენტი იყო, რომ გავაცებული იქნებოდი ახალი გარემოთი. ყოველი დერეფანი, ყოველი ადგილი სხვადასხვა მოგონებას ინახავს და ყოველი მათგანი ძალიან სასიამოვნო გასახსენებელი არის, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ ისტორიულ სკოლაში შენც გაქვს ის პატივი და ის შანსი, რომ შენც ამ სკოლად იწოდებოდე და იმ კედლებთან, იმ კლასებთან და კიბებთან ქონდა შეხება, სადაც ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი მოღვაწეები სწავლობდნენ. ეს პასუხისმგებლობა თან დახვევა. მისი წილი სკოლაც ბავშვობის მოგონებებითაა სავსე, მასწავლებლებითა და მეგობრებით, რომლებიც მისი გულშემატკივრები არიან. მე არ გამყირებიან ნამდვილად და ყოველთვის უწინასწარმეტყველებდი, რომ ეს მაქსიმალურ ქულას დადებდა ყველა საგანში. როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ ცხოვრებაშიც, რა ვიცი, იყო საუკეთესო. უამრავ ტურში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველა საგანს ერთნაირად სწავლობდა მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში გამორჩეული იყო. როდესაც სხვადასხვა პროფესიას განვიხილავდი, მუდამ უნდოდა რომ ამ თითასაც და მასწავლებელსაც პირველ რიგში სამეცნიერო მიმართულებით გამოგიცედებინა. მართალია რჩევებს ისმენდა, მაგრამ მთავარი პროფესიული გადაწყვეტილება თავად მიიღო. სკოლა დაასრულა და ცხოვრების ახალ ეტაპს, ახალი პასუხისმგებლობებით ხვდება. საფეხურებზე იმ კლასებში დადიხარ და სწავლობ, სადაც აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვლადიმერ მაიაკოვსკი უამრავი ადამიანი სწავლობდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო მომავალი შექმნეს. ესეც დამატებითი мотиваციაა, რომ არ გაჩერდე შენს სწავლის გზაზე და მუდამ განაგრძო შენი მიზნებისკენ სწრაფვა. ქუთაისმაც პირველმა სკოლამაც ძალიან ბევრი რამ მომცა, მეც ასევე უნდა უპასუხო მათ, რომ გამამართლო ქუთაისელის სტატუსი, პირველ სკოლის სტატუსი. როდესაც ასეთი ქალაქიდან ხარ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობები გემატება და ამასთანავე ბედნიერებით და მადლიერებით ისები, რომ ამ ქალაქის შვილი ხარ შენ თვითონაც.
ყველა ადამიანის მთავარი მიზანი არის ალბათ ის, რომ საკუთარ ქალაქს, ქვეყანას, ოჯახს და შემდეგ უკვე სოფლიოსთვისაც რაც უფრო უკეთეს გააკეთებს, მით უფრო წარმატებული და ბედნიერი ადამიანი იქნება და მეც ვცდილობ რომ ასე ამ გზას მივყვე, ჩემი პროფესიით მაქსიმალურად გამოვიყენო და გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები და ეს შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოახმარო ჩემს ქვეყანას და ჩემს სამშობლოს. საქართველო არის ნამდვილად ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია შეასრულოს უდიდესი მისია და ფუნქცია მთელი მსოფლიოსათვის. საკუთარი ოჯახისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის აგრძელებს სწავლას და შრომას, რომ პროფესიაში ახალი სიტყვა თქვას და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პირველმა საჯარო სკოლამ და საქართველომ გური ბოჭორიშვილის წარმატებით ყოველთვის იამაყოს.